ხმაური არის ძალიან დიდი, რომ ალექსანდრე თოფურია და ბრაის მიჩელის ბრძოლა იქნება შემდეგი. ამ matchmaking-ზე რამდენად პოზიტიური განწყობა გაქვს. ანუ ბრაის მიჩელს აქვს რამდენი ბრძოლა ჩატარებული, ხო? და ბევრად უფრო მაღალ დონე მებრძოლებთან რა, თან UFC-ში ხო ეგრე არის და ხა. ანუ რას ფიქრობ ამ გადაწყვეტილებაზე, სწორი გადაწყვეტილება არის ჯობს თუ არა, რომ ჯერ ალექსმა აიღოს კიდე ვიღაცა ვინც არის 3-დან 0, 5-დან 0, ან დაახლოებით თანაბარი რეკორდით. ანუ ზოგადად ხო, ლეველი ხო არ გამოისახება ბრძოლის 1 და 2 ბრძოლით. მოისახება იმით, რა ოპოზიციას დებულობს და რა მომენტში. როგორც თუფური აღებულობდა მაღალი დონის ოპოზიციას და მალევე გაიჩინა თამართან, title shot-თან. ნუ გავითვალისწინოთ, რომ ტრავმების ჰქონდა. რაღაც პრობლემების ჰქონდა, ხო? იგივე სიტუაციაში ალექსანდრეც რა, ხო უყურებენ კომპეტენტივი ბრძოლა ჩაატარა ძალიან სერიოზულებთან. და მინდა გავადგინებდე, რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ რეალური არის ეს პრობლემა და აჩვენებენ უფრო და უფრო ძლიერებს. რადგან ამას არ ჭირდება გატესტო. ამას არ ჭირდება შემოწმება. ეს მზად არის, გინდა მედია თვალსაზრისით, გინდა სკელებიდან გამომდინარე, რომ ეხლა უკვე შეაგდოთ ყვათში, ეხლა უკვე შეაგდოთ ცეცხლში. რატო უნდა დარებინოთ ყველა დრო? რატო უნდა დავაღვინოთ? როცა დასაღვინებელი არ არის, უკვე არის ხოძე ეს ადამიანი. საინტერესო არის, რომ დღეს სანამ ფრეში არის, სანამ ანუ ეს თემა ხდება ყველაფერი, რომ ბამ, ანუ კიდე და კიდე მაგარ დაუცნობად გოლებს მიაღწევს. თან ილია რო იქნება მაგის კუთხეში, ძალიან მოედგინე. დიდი მედია რომ უმარს დაეწევა თოფურია და ისეთი კონტენტერი სტატუსში ჩააგდებენ უმარს რომ სადაც თოფურიას ვერ გაიქცევა და იზოლებული იქნება რომ ტაიტლს საპრეზიდენტო ჩუბო თოფურიასთან და ეს შეიძლება ძალიან მაგარი რაღაც რა და ახლა ნუ რა უყოთ ახლა სილი ბრაის მიჩელი რომ ჯერ უფროს შეხვდა და მე უფროს შეხვდეს და არ ზოგადად ცოტა არ გაუმართლა რა. თუმცა თოფურია ძალიან მაგრა კატეხა მაგი რა. მაგარი ანთებული არის რა. აი შური აქვს და ესა ზიზღი რა ანთებული ბრაის მიჩელს გულში და მას იძახის რომ ქრისტიანი ვარო და ისაო და აი ისე საუბრობდა ეხა მაგაზე არ მინდა დავიწყო საუბარი, მაგრამ ბევრი ინტერვიუები ქონდა ეხა რა და არა პრობლემა არ არის ზოგადად ბრაის მიჩელი თავთან მის თავთან კარგ ურთიერთობაში და არის ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მაგის რა შეიძლება მაგას საერთოდ კონტრაქტიც არ გაუფორმა იმიტომ რომ ისეთ გიჟური რაღაცა ისეთ რაღაცებს იძახის რა ეგ ბრაის მიჩელი რომ არ გამიკვირდება რომ კონტრაქტი აღარ გაუფორმა რა არ ვიცი მაგრამ თუ ხალხს გონია ეს მაგარი ბრძოლა UFC გააკეთებს რა it makes sense you know შეიძლება UFC ვიდეო გააკეთოს მაგარი ბრძოლა რომ რუსპარი დააჭედოს მის ვიძიმაჟი რა ქვია ოში კრაიობა ისის კარიერის ზოგადად რა ერთი შეიძლება მაგ გააკეთოს აი დაჟე მაგდონემდე არ მივალ რომ სიკვდილი უსურო არავის რა მაგრამ ეს კარეულ სიკვდილს რა ანუ 45-ში ვერა 35-შიც ვერა ანუ ეგრე გამოდის ხო ანუ და ორივე ძმები მაგრამ მაგან ჯონ სილვამ რაც უქნა ვაუ ეგ იყო კიდე ძალიან ისა ჯოშემეტმა დამარხა ეგ და მაინც ამოიყვანეს თო არა ნორმალური მებრძოლია კაცო ყოფილი სერიოზული მებრძოლია ბრაის მიჩელი ცოტა ახლა ბევრია გაკრებული და ცოტა თავში დარებულია და პლუს ბრაის მიჩელს კაითქოსება რომ ანეს პიროვნება არაფერს არ მალავს რამე თუ აქვს თქმელი ხო დედამიწა ბრწყელია მისი აზრით დედამიწა ბრწყელია არანაირი პრობლემა არ არის ბრაის